შვიდობა გაიხარეთ მეგობრებო, ახლობლებო. ჟირობუა. ცოტა ჩაუმეგრულო უნდა. ეგრელი ვარ, მარგალი. როგორ ახართ? გაიღვიძეთ ხომ? დიდება მოგილოცა, უფალმა გაკურთხოს, დაგლოცოს, აგავსოს, ნუგეშით, სიყვარულით. ღმერთმა მოქცეს ის, რაც გვაქვს, ყველაზე რაც გჭირდება, როგორც თევზს გჭირდება წყალი და ჩვენ ჰაერი, აი ასე ჩვენ რაც გჭირდება ადამიანებს, განსაკუთრებით მოწმეებს, ღვთისმშობლებს, ეს არის სულიწმინდის ნუგეში. იესოს აი ეს ალერსი სულში, გულში, აი პატარა ბავშვი რომ ჩაიხოდება დედიკოს გულში და აი თელი ქვეყნიერება რომ მისია, სა ქვეყნიერება რომ აფეთქდეს არაფრის არ ეშინია, იმიტომ რომ დედას არის მიკროლი, სა ან მამას გულში ჩახოდებული არის, ან დედიკოს და სა მეტი არაფერი არ უნდა იყოს, აი ასე. ეს აგია ჩვენს გულს, ასე რომ გილოცავ კიდევ ერთ დღეს, ეს არის ჩემი ბალი, ოღონდ დამთავრდა ჯერ. უკვე დამთავრდა, ხო და ბალის ძირას ვზივარ. როგორ არის იესომ რო უთხრა ერთს ნათანაელს მე გნახევ შენ ლეღვის ქვეშ. აი ასე ხედავს ღმერთი ბალის ქვეშ მეც თქვენთან ერთად. დიდება უფალი იესოს, ცნებოდა დებო, როგორ ახართ? ნუგეშინიათ. იესო ამბობს ასე, ნუგეშინიათ. წელიწადში ყოველ დღეს ღმერთი გვეუბნება. ასე არის ბიბლიაში. ამდენჯერ არის, რამდენი წელიწადში, რამდენი დღე არის, იმდენჯერ არის ხოლმე ბიბლიაში ნუგეშინიათ. რატომ? იმიტომ რომ ისაა ჩვენთან. ჩვენს გვერდით. მახსოვდება კიდევ ერთი ფსალმუნი დავითი რომ ამბობს. უფალი ჩემი მწყემსია. არაფერი არ მომაგდება. რა საჭიროა, ყველაფერს მოგცემს უფალი. დავითი ამბობს ამას. ის პიროვნება, რომელიც ყოველთვის უფალთან ქონდა ურთიერთობა. მის გარეშე იგი სიცოცხლეს არ თვლიდა სიცოცხლეს. მან თქვა მე უშენოდ არაფერი არ ვარ. შენ ხარო ჩემი მწყემსი. უფალი ჩემი მწყემსია, არაფერი არ მომაკვდება, ხასხასამოზე განმასვენებს სულს და მიწყნარებს. და უკვე მე რას ამბობს? სიკვდილის ველზეც რომ ვიარო, ბოროტის არ მიშინია. რატო? დავითი იყო რაღაც სტრონგი, მაგარი და ძლიერი პიროვნება? არ მიშინია, იმიტომ რომ სამსონი ვარ, ისა ვარ. რემბო ან და რაღაც ჰერკულესი არ მიშინიაო, იმიტომ რომ შენ ხარ ჩემთან. აი მიზეზი. რატომ არ ეშინო და თუნდაც სიბნელის, სიკვდილის ველზეც რომ ვიარო, არ მიშინია. რატომ? იმიტომ რომ შენ ხარ ჩემთან. და როცა უფალთან ხარ და უფალი არის შენთან და შენ უფალთან და უფალი შენთან, ამიტომ როგორც ამბობენ, нет проблем. არ არის პრობლემა. ყველაფერს გამოსავალი არის. და ორი მუხლის წაკითხვა მინდოდა ამ დილას თქვენთვის. მთელი დღე გუშინეს დილიდან ეს ნიტრიალებდა, არ წავიდა ეს და ჩავთვალე საჭიროდ სამიგითხა ერთი მუხლი. ფსალმუნიდან, მაგრამ მას მოვაყოლებდი კიდო ერთ მუხლს მათესახარებიდან. აბა? მაიმზადეთ. ჯერ დაგლოცავთ ახლა ამ დილას დაალოცილიყავით.
გააკურთხავთ უფალნა ის არც პივა, არც ალკოგოლი, ცივი ყავა, ცხელა. ნუ ქარის არის, მოგდეთ და იგება უფალს, რას არის? ასე რომ კარგად დამიგოდი. უფალმა გააკურთხა და დაგვიწყდა. თქვენი ნებართვით ერთხულობს გავაკეთე. რა კარგია სიცოცხლე. რომელიც უფალმა მოგცა. ვიყოთ მადლიერნი. აჩენი ჩემი პისტოლეტი. დიდა ორი ჩვენი არსობისა მოგვეჩვენ დღეს. ხმეთი არ ამბობდი ლავაშზე და შენ ბუხანკაპურზე. რაღაც იმაზე. ერთი ჯარიკაცის სუნკა გამეჩქერა ფაგარს. აი ასე. ჩემი საკვაიაში პასტები და რაღაცები მიდის. ისე არ გიგონოდი. გვარდიელები დავდივარ შეიარაღებული. ეს არის ხო გიყვართ სახარების კითხვა. თუ არ გიყვართ, ცუდია. ნუ მორწმუნეს უყვარს. იესომ თქვა, მოდით ჩემთან ყოველდღე ტვირთმძიმენო და მაშრომო. ტვირთმძიმე, დამძიმებული პრობლემები, შეშინებული, რა ვიცი, აფურიაქებული ყოველნაირი მიზეზების გამო და იესომ მოდით ჩემთან. მოდით ჩემთან. ჩემი ბაგაჭიებო, მე დაგამშვიდეთო თქვენ. ისგან არის სიმშვიდე. წარმოგიდგენთ რა არის კაცის სიმშვიდე რო არ არის. მისი სახე არის აფურიაქებული, ანდა გულმოსული, ანდა შეშინებული, საწყალი რა ვიცი. და ის ვინც დამშვიდებულია შიგნით, აუცილებლად გარეთაც აქვს სახე კაცს დამშვიდებული. და ზოგიერთებს უყურებ. რა ის? ფიქრო, რა კეთილს გამგაც. რამ გულსმა უკმინა. ხან გულმოსული ვიღაცაზე. ხან რაღაც იმათ მიაჩნია თავი. ფილოსოფოსად. თელი სახარება რო ვიცოდეთ ზეპირად. აი, სიტყვა სიტყვით. და თუ ის არ გწამს და სული წმინდი თუ არ არის ის ჩვენში, მას არაფერი სარგებელი არ არის, დამერწმუნეთ მოდადეთ. ცოდნა პავლემ თქვა, то есть სული წმინდა თქვა. ცოდნა ამპარტავნებს კაცს. და ამპარტავნება ის არის ბიზაშვილი სიამაყის. ამპარტავნება ის სევიდა რომ გადმოხედავს ასე. აი ამა ეს მასავლის შუაზე ჟვინდიანი უკაცრავდა. გრუბად ვიყრი, მაგრამ გასაგებად. ამა რა უნდა მასწავლოს მე? დამთავრებული იმის ამბავი. წყალს გააყოლე შენი ცოდნა. შენი ფილოსოფია და შენი ბიბლიური განათლება. ასე აღარ უკაცრავ ბოდიშანს უამბობ. აი ამ რაღაც დამთავრებული რო გაქვს იმას ასე. ნერწყვი წავსვი და კლაპ მიეკარე შუბლზე შენი ცოდნა. ანდა მივიკრათ. ნუ რა ვინს ნუ მოგვატყვილებს ვინმე ცოდნით. თუმცა ბევრი ტყუდება ხო? ამან რამდენი იცის კაცო. ზეპირად. თეოლოგია ეს. თეოლოგი კი არა. ღმერთი შვილი იყავი. სიყვარული მაჩვენე. გაგება მაჩვენე. ქვევიდან მოდი ადამიანთან. ზევიდან კი ნუყურები მას არის გასა. ფაშისტივით. ასე. ქვევიდან შეხედე. რა თქვა პავლემ? თითეულმაო. ზეპირად არ მახსოვს, გეტყვით რაღაც. ერთმანეთზე უფრო მეტად შერასხეთო, ერთმანეთი. აი, მე უნდა ვიფიქრო. აი ეს ჩემი დიდი ძმა.
იმან უნდა იფიქროს, ოხ, ეს ჩემი კურთხეული ძმა და ვინც სევიდან გიყურებს ხვევით, იცოდე. გაიქეცი. იმიტომ რომ ხარი ხართა რომ დააბა, ჯერ ურწმუნოებმა იცნეს ეს კანონი. ან ფერსის რიზა, ან სპესა. დამპალ ვარსა რომ დადო ჯანმრთელი, მალე დავდება ეს გადაედება. და ბიბლია ამბობს. მცირე საფუარი ხელს აფუძნებს. ერთი პატარა ამიტომ ამახთან თუ დაიწყე მეგობრობას, სულ არ იგრძნობ. ვერ შეამჩნია. გადმოგედება ის ხასიათი, ის მიმიკები, უკაცრავად ის ბლატნური, სულიერი ახოთკა. სიტყვაზე ვამბობ. ის ტერმინები, ამაყი ლაპარაკი, ყველაზე უფრო აპასნი, რაც არის, ეს არის სიამაყე. წერია, ღმერთი ამაყს ეწინააღმდეგება. წარმოიდგინე, ღმერთი რო წამოაშენს ჩვენს წინააღმდეგ. ღმერთს არ უყვარს სიამაყე, ზულს, პრატივნია მისთვის. ხო და თამდაბლებს მართლს ანიჭებს. და არის მართლის ნიჭება, აი შენ არ შეგიძლია რაღაცა და მოგცემს უფალი იმის მართლს, უნარს, შესაძლებლობას. გაკურთხებს უფალი. ეს ემართებათ თამდაბლებს. თვითონ ჩვენი უფალი წერია რომ ღმერთი იყო და თავი დაიმდაბლა, კაცი გახდა. მიიღო ადამიანის და კაცის ხატება, მსგავსება. კაც დაემსგავსაო, კაცი არ იყო. და მორჩილი გახდაო თვით სიკვდილამდე. ამიტომაც აამაღლაო ღმერთმა იესოს სახელი ყველა სახელზე მაღლა. ყველა დაჟე თავის სახელზე მაღლა. ღმერთს ხო ბევრი სახელები აქვს. აი ყველა თავის სახელზე, ყველა სახელზე, მიწაზე, ანგელოზებზე, თავის სახელზე მაღლა იესოს სახელია. ისე ასიამონა მამა, ძემ, იესოს სახელით ხდება გადარჩენა, იესოს სახელით ხდება პატიების მისცემა და აი ამ სახელი აუმაღლა მამამ ძეს. რატომ? თამდაბლობის გამო. სატანა დაისა რატომ? გაბრენძილი იყო ინდაურივით. მე ყველაფერი ვიცი, მე ეს ვარ, სინათლის ანგელოზი ვარ, ჭეშმარიტების ბეჭედი ვარ, მე ვარ რაც ვარ, ღმერთის მაღლას დაიწყო იქ ახოხვა. ცოცვა. მაგრამ ჩამოაგდეს ძირს. და ხო, ისე თქვენდი და სულ სხვა გასაგებია გადავიდეთ. ამიტომ ნუ მოგხიბლავს ვიღაცის ცოდნა. სახარებაში ამბობს, რაც გაქვს, ის გეჭირო სანამ მოვა. რაც გწამს, ის გქონდეს. ოღონდ იყარი თამდაბლობაში, სიწმინდეში, უბრალოებაში, სიყვარულში. და შენ გაჩვენებ კურთხეებს როგორ ვიყავ. ეხლა რისი თქმა მინდოდა მეგობრებო, ეს არის ერთი ფსალმი. მე ეს ქაღალდი გადმოვიწერე. არა, მაინც წავიკითხავ ქართულ სახარებაში უყურე. დიდება უფალს რაც გვაქვს, რაც თარგმნეს. მაგრამ სხვა თარგმნებში უკეთესად წერია გასაგება. აქ არის იმისანა ადგილები პატარ-პატარა ისინი მექანიკური შესწავლები, რომელიც გასაგებებს და სიტყვები იგივეა, მაგრამ ისეა გასაგებული, ისეა შეზავებული, რომ რაღაც უცბად ვერ ხედავს მკითხველი. კითხულობა 61 ფსალმონის მეორე მუხლი, ზოგში
პირველი უნდა იყოს, მაგრამ პირველში წერია გუნდის ლოტბარს და ასე შემდეგ. სალმონი დავითისა. და იწყება ასე. მხოლოდ ღმერთისადმია დუმარება ჩემი სულისა. მისგან არის ჩემი ხსნა. და მე მთელი დღე რაც მიტრიალებდა აზროვნებაში, გულში, სულში, მთელი დღე მივიძინე გავიღვიძე ერთ მუხს ლაპარაკობდი სულ. ოღონდ რუსულად. Боге успокаивается душа моя. Так, მოიწერე მე ეს ყველაფერი ფურცელზე, რომ ჯვარცაგაცოდენ ვარ ვიბოდიალა. უყურე ჯერ წავიკითხავ რუსულში როგორ წერია. და ჩვეულებრივ ჩვენ როგორ სინედალნი перевод. Только в Боге успокаивается моя душа. От него мое спасение. ქართულად ასე იქნება ეს. მხოლოდ ღმერთში მშვიდდება ჩემი სული, ჩემი მშვიდობა, ჩემი გული, ჩემი შინაგანი კაცი. მხოლოდ ღმერთში მშვიდდება ჩემი სული. ქართულში გვიწერია მხოლოდ ერთში წერია მხოლოდ ღმერთელის ჩემი სული. ეს სულ სხვა არის. სხვაგან წერია კიდევ მხოლოდ ღმერთელის მდუმარეთ სული ჩემი. კიდევ სხვა არის. სტოკჰოლმის თარგმანში წერია ის მახაზონ ყულაშვილის ნათარგმნი. მხოლოდ ღმერთისადმია დუმარეთ ჩემი. რა? მხოლოდ ღმერთისადმია მდუმარება ჩემი სულისა. და ებრაელურ თარგმანში რუსულად ასე არის. Так, то есть ასე ზუსტად. Боге моей. არა. Боге покой. Боге покой души моей. ისე ვკითხო. Так, захилис ниша. Мере. Боге покой души моей. От него спасение мое. Гариес ღმერთში არის. ღმერთში მშვიდდებაო ჩემი სული. ასე რომ თუ აფორიახებული ხარ. თუ რაღაცა ფინანსი, ჯანმრთელობა, რაღაცას გემუქრება, ვიღაცამ გაწმენდინა, ვიღაცამ რაღაც ათასნაირი ვარიანტები არის. რამაც შეიძლება ჩვენი დაგვაკარგვინოს ჩვენ სიმშვიდე. ყველაფერს პასი გავუკეთე, გათიშე. ყველაფერ არ მიაქციეს სატანის მანივრებია. და პირდაპირ შეხედე ღმერთს საუთხარი უფალო. ჩემი სიმშვიდის წყარო. მხოლოდ შენში მშვიდდება ჩემი სული. დამამშვიდე უფალო შენი სული წმინდით. ჩამიკარე როგორც პატარა ბალხი. და შენში მაგრძნობინე უფალო. სიმშვიდე, სიმყუდროვე, ალერსი. შენი ფრთები ჩრდილქვეშ მომასვენე. და შენი სული წმინდის ნიავი დამიბეროს და გამიგრილოს ის გული და სული და მომცეს ის მუგეში ის რაც ჭირდება ჩემს გულს ახლა. ასე რომ ჩემო მეგობარო იცოდ ერთი წყარო არის. Только არის მხოლოდ. Только Боге успокаивается душа моя. დაიმახსოვრეს. ეს წამალია. ფენქილა, დამაყუჩებელი. ყოველი პრობლემისგან გამომყვანი. როცა რამე გაგიჭირდა, ხო ეს პატარა ბავშვი ეთკინება რაღაც ან და ვინმე აწყენე და რომ მირბის დედიკოსკენ. შენ კი ხმეთო გაიქეცი მოყურცა და იეწევე იმას არის.
ჩავხდი ღმერთს კალთაში და შემოეხვიე და უთხარი ხოლო შენში პოვებ მამიკოს სიმშვიდე დამამშვიდე და გეტყვის სულიწმიდა ნუ გეშინია უფალია შენი მწყემსი არაფერი არ მომგაგდება და აი ეს როცა შენ იგრძნო სულით შეეხები უფალს სა ჩამოცვიდება ყველაფერი ჩამოგიცვიდება დაგიმშვიდება სული შენ სახეზე ღიმილი მოვა ლაბადიას სხვანაირად არ შემილი გამოხატა ასე უნდა ვთქვა პრობლემებს გააჯავრე იქ შენი პრობლემები გაამასხარავე და უთხარი უფალი ჩემი წყენს არაფერი არ მომხდარა ჩემი უფალი ჩემი იესო სა ხმაყობილი ვარ თავიდან ბოლომდე და ისიამოვნე ინეტარე გაიხარე ამიტომ ამბობს პავლე იხარეთ და კიდევ გეუბნებით იხარეთ თქვენს მეგობრებო გაიხარეთ უფალმა გაკურთხოთ დაგლოცოთ აბა ჰე და აბა ჰო მრავალჯამიას კი არ ვიტყვი ალელუია ყველა ვისაც უფლის იმედი აქვს იცოდე გაიქეცე უფლისკენ ჩავხდი კალთაში შენს ღმერთს ჩაეხოდე და ის დაგამშვიდებს აბა ჰე აბა ჰო შენი სიება არ მისე ეშმაკს ადგილი ღმერთს უყვარხარ ამიტომ დავაი შენი სიხარული არ მისე არავის ტრიჯინაზე აჩვენე ეშმაკს რომ შენ უფალთან ხარ და ვია გაუკეთე იქ აბა ჰე უფალმა გაკურთხო მთელი დღე სიხარულში და ნუგეშში გაგეტარებინოთ ჩემთან ერთად და მე თქვენთან ერთად ამინ აბა კარგად დღეს ჩათი გვაქვს ხო ისიც დავაი დავსტრეჩი